რომელიც ძალოვანმა სტრუქტურამ დაიჭირა და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან არიან უკანონო პატიმრები. კიდევ ერთ ადამიანს გავესაუბრებით, რომელიც აქციაზე იმყოფება, სავარაუდოდ დილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მასწავლებელია უბრალოდ. ძალიან ბევრი მასწავლებელი დგას დღეს ამ აქციაზე, სტუდენტები და თქვენი მოსწავლეებიც. სავარაუდოდ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არის სკოლის მოსწავლე. რა არის მთავარი სათქმელი, როგორც თქვენი ერთ-ერთი მასწავლებლისთვის და ის კანონი, რომელიც მიიღო ქართულმა უცნებამ, აი რა საფრთხეს უქმნის ეს განათლების სისტემას? პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით. მე აქ ვდგარ იმისთვის, რომ გამოვხატო თუნდაც ჩემი ერთი ადამიანის, ერთი მასწავლებლის პროტესტი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც თავისუფლება იკარგება, როდესაც არჩევნები წაგვართვეს რუსული წესებით, როდესაც კგბ-ს აგენტურა ცდილობს, რომ შემოახციოს ჩვენი კულტურის, ცოდნის და მთლიანად სისტემაში და შექმნას ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ რუსულ ნარატიულ, მეცნიერულ გაკვეთილებს ჩაატარებენ მასწავლებლები, სადაც მაიძულებენ, რომ დამიგეგმონ გაკვეთილი და ეს გაკვეთილი ჩავატარო ისე, როგორც რუსეთს მოსწონს. ამას რაც ნამდვილად არ დაუშვებდა, გამახსენდება ყოველთვის 1921 წელი, როდესაც ის მასწავლებლები, რომლებიც ალბათ ქართველ მოსწავლეებს უხსნიდნენ, რა არის საქართველო, რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ალბათ როგორც მათ არ დაუშვეს მაშინ და ბოლომდე იბრძოლეს თავისუფლებისთვის, მეც ასე განვაგრძობ, მანამ სანამ არ შეიცვლება და არ დადგება ის რეალობა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის ხედვა და აცული ბოლომდე. დიდი მადლობა. ერთ-ერთ მასწავლებელს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც მოისმინეთ, სულ